თუ ნაყოფს არ შეუძლია საშვილოსნოს გარეთ გადარჩენა, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც შენ ან მე? მართალია, სამედიცინო ტექნოლოგიების ამჟამინდელი განვითარების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 23 კვირაზე ნაკლები ასაკის ნაყოფი საშვილოსნოს გარეთ გადარჩეს. ამბობენ, რომ ისინი სიცოცხლისუნარიანები არ არიან. და სწორედ ამის გამო ამტკიცებენ, რომ მათ არ აქვთ ისეთივე უფლებები, როგორიც მე და შენ. თუმცა ლოგიკურად ეს არასწორია. დაფიქრდით ამაზე. შუაგულ ოკეანეში სამაშველო ნავის გარეშე რომ ჩაგაგდო, მალევე დაიღუპებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში თქვენც არ ხართ სიცოცხლისუნარიანი. მაგრამ ხმელეთზე დარჩენის შემთხვევაში თქვენ სრულიად სიცოცხლისუნარიანი ხართ. თუ კი ბავშვებს საშვილოსნოში ხელს არ ვახლებთ, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში ისინი მეტწილად სიცოცხლისუნარიანები იქნებიან. ასე რომ, თუ ვამტკიცებთ, რომ დაუბადებელ ბავშვს არ აქვს უფლებები მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავისი ბუნებრივი გარემოს გარეთ დაიღუპება, მაშინ ლოგიკურად არც ჩვენ უკვე დაბადებულ ადამიანებს უნდა გქონდეს უფლებები, რადგან ჩვენც დავიღუპებით ჩვენი ბუნებრივი გარემოდან ამოგლეჯის შემთხვევაში. საქართველოში აბორტი 12 კვირამდე ლეგალურია. კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მუხლი 129. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეცვალეთ კანონი და აკრძალეთ აბორტი.